უხილავი სამყაროს შექმნა. შესაქმნის წიგნის პირველივე მუხლი გვამცნობს. დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა. აქ ლაპარაკია არა ხილულ ცაზე, არამედ უხილოვ ზეცაზე, ანგელოზთა სამყოფელზე. ღვთის მიერ შექმნილ არსებათა უმაღლეს საფეხურზე სხეულის არ მქონე სულები, ანგელოზები დგანან, რომელნიც თვალისთვის უხილავად მოქმედებენ და თითოეული ჩვენგანის სწორი ცხოვრებისთვის იღწვიან. წმინდა წერილში ხშირად არის მოხსენიებული ანგელოზები, თუმცა კი მათი სამყაროს დაწვრილებით აღწერას აქ ვერ ვნახავთ. იობის წიგნში ვკითხულობთ, ოდეს შექმნულ იქნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი. ეს კი შემდეგს ნიშნავს, როდესაც უფალი ხილულ სამყაროს ქმნის, შემოქმედს უკვე ემსახურებიან ანგელოზები. წმინდა მამათა სწავლების თანახმად, ანგელოზთა შექმნა წინოსწრებდა მატერიალური სამყაროსა და ადამიანის შექმნას. როდესაც წმინდა დავით მეფსალმონე ამბობს, რომ უფალმა შექმნა თავისი ანგელოზების სულებად და თავისი მსახურები ცეცხლისალად, ამით ხაზგასმულია მათი სიმსუბუქე, ცეცხლოვანება, სიმხურვალე, გზნებარება საღვთო მისწრაფებასა და მსახურებაში, ასევე ყოველგვარი ნივთიერი აზრისგან მათი განშორებულობა. სიტყვა ანგელოზი ბერძნული წარმოშობისაა და მაცნეს, მოამბეს ნიშნავს. ამასთანავე განიმარტება როგორც წარგზავნილი მსახური. მთელი მათი ცხოვრება ღვთისადმი მსახურებასა და მოღვაწეობას წარმოადგენს. ანგელოზები გონიერი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა. როგორც წმინდა მამა იონე დამასკელი გვასწავლის, ანგელოზები როგორც გონებანი, შესაბამისად გონისეულ ადგილებში არიან იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად. როგორც აღინიშნა, ანგელოზები უხილავი არსებანი არიან, მაგრამ როდესაც ისინი ღვთისნების აღსასრულებლად ადამიანებს ეცხადებიან, ისეთ სახეს ღებულობენ, როგორცაც მათ ღმერთი უბრძანებს. რადგან ანგელოზის სახეც გამოცხადების ჟამს გარკვეულ მინიშნებებს ემსახურება. ანგელოზები ადამიანებზე აღმატებული არსებანი არიან, თავისი სულიერი ძალებით ჩვენზე მაღლა დგანან. როგორც მოციქულთა თავი პეტრე გვასწავლის, მათი ძალა და შესაძლებლობა ყოველგვარ მიწიერ უფლებას აჭარბებს. თუმცა კი ამის მიუხედავად მათ თვისებებსა და შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ისინი ვერ წვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს. ეგრეთ საღმრთისაი არავინ იცის გარნა სულმანვე ღმრთისამა. ისინი ღმერთს იმდენად ჭრედნენ, რამდენადაც ეს ძალუცთ. სწორედ შემოქმედის ჭრეტაა მათი საზრდო. ნათელმოსილება ანგელოზების ბუნებრივი მდგომარეობა არაა. იგი მათ სული წმიდისგან აქვთ მიღებული. ამის მსგავსადვე, საკუთარი ბუნებით კი არ წინასწარ მეტყველებენ, არამედ ღმერთის მადლის ძალით. წმინდა მახარებელ ლუკასთან ანგელოზთა შესახებ ვკითხულობთ. არცაღა მერმე სიკვდილად ხელ ეწიფების. წმინდა მამა იონე დამასკელი გვასწავლის, რომ ანგელოზი უკვდავია არა თავისი ბუნებით, არამედ ღვთაებრივი მადლით.